თუ პოლონეთში მოგზაურობას გეგმავთ, ერთ-ერთი ადგილი, რომელიც ნამდვილად ღირსანახავად, სილეზიის ბესკიდებში მეორე უსტრონია. ეს პატარა საკურორტო ქალაქი ერთდროულად აერთიანებს მთებს, ბუნებას, გასართობსა და მშვიდ ქალაქურ გარემოს. უსტრონი ასევე ცნობილია სამკურნალო წყლებითა და სანატორიუმებით, რის გამოც ქალაქს პოლონეთში მნიშვნელოვანი სამკურნალო და საკურორტო ცენტრის სტატუსიც აქვს. ჩემი მოგზაურობა სწორედ უსტრონის ცენტრიდან დაიწყო. ქალაქის ქუჩები, კაფეები, ტურისტული ადგილები და მთების ფონზე გაშენებული ქალაქი აქ განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. თუმცა უსტრონში მხოლოდ ცენტრში სეირნობა ნამდვილად არ არის საკმარისი. ერთ-ერთი საინტერესო ადგილი, რომელიც ვნახე, არის ტყის პარკი, სადაც ბუნებასა და ცხოველებს ძალიან ახლოს ეცნობი. პარკის ტერიტორია დაახლოებით 15,000 ჰექტარს მოიცავს და აქ რამდენიმე კილომეტრიანი სიგრძის ბილიკებია. შესაძლებელია სხვადასხვა ცხოველის ნახვა, მათ შორის ირმების, შვლების, ბიზონებისა და მულტფონების. განსაკუთრებით საინტერესოა მტაცებელი ფრინველებისა და ბუების ფრენის შოუებიც. შემდეგი გაჩერება უკვე მთაში ჩანტორია იყო. ჩანტორია უსტრონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული მიმართულებაა და აქედან ბესკიდების ულამაზესი პანორამა იშლება. თავად ჩანტორიის მწვერვალი 995 მეტრის სიმაღლეზეა, ხოლო მის გვერდით მდებარე პატარა ჩანტორია 866 მეტრს აღწევს. ჩანტორიაზე ჩემი ვიზიტი მხოლოდ ხედებით არ დასრულებულა. ჩანტორიადან ფეხით პატარა ჩანტორიის მიმართულებით განვაგრძე გზა და ამ მარშრუტზე პოლონეთ-ჩეხეთის საზღვარიც გადავკვეთე. რამდენიმე წუთში უკვე ჩეხეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდი, სადაც გარემოც გარკვეულწილად იცვლება და უკვე ჩეხური ტურისტული თავშესაფრები და მთის ტურისტული ინფრასტრუქტურა გვხვდება. ვიყავით პოლონეთის ტერიტორიაზე და ერთი ნაბიჯი მაშორებს ჩეხეთში გადასასვლელად. წარწერებით ამას მეწყვილებს, რომ იქით უკვე ჩეხეთი. ახლა გადავალ ჩეხეთის ტერიტორიაზე და მივიწვევ ჩეხურ ლუდს. ჩეხეთი? საკმაოდ საინტერესო შეგრძნებაა, როცა ერთ დღეს ყოველგვარი სასაზღვრო კონტროლის გარეშე ფეხით ერთი ქვეყნიდან მეორეში გადადიხარ. ჩანტორიაზე ჩემი ვიზიტის მთავარი მიზეზი მხოლოდ ხედები არ ყოფილა. აქ საღამოს კინოს განსაკუთრებული ფორმით ყურებაც შეიძლება. პირდაპირ მთის წვერზე, ღია ცის ქვეშ. კინო მთის წვერზე სწორედ ასეთი საზაფხულო კინოთეატრია, სადაც ფილმს მთების პანორამის ფონზე და ვარსკვლავების ქვეშ უყურებ. მე თვითონ დავესწარე ფილმის ჩვენებას და უნდა ვთქვა, რომ ეს ჩვეულებრივი კინოსგან სრულიად განსხვავებული გამოცდილებაა. დღის ბოლოს მთებში მზის ჩასვლა, გრილი ჰაერი, ქალაქის განათებები შორიდან და ეკრანზე ფილმი, ყველაფერი ერთად ძალიან განსაკუთრებულ გარემოს ქმნის. სწორედ ამიტომ თუ უსტრონში მოგზაურებთ, ჩემი რჩევა იქნება ქალაქის ცენტრით არ შემოიფარგლოთ. მოინახულეთ ტყის პარკი, აისეირნეთ ჩანტორიაზე, ფეხით გადაკვეთეთ პოლონეთ-ჩეხეთის საზღვარი და თუ შესაძლებლობა გაქვთ, საღამო ღია ცის ქვეშ კინოს ყურებით დაასრულეთ.